ეს ტყეები, ეს მდინარეები, ჭურია, ზოგადად სხვა, ეს არ არის ჩვენთვის მატერიალური ფასეულობაც სულიერი ღირებულებაც გააჩნია. რაც შეეხება დღევანდელ ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორი გახლავთ კოლხეთის ეროვნული პარკის უფროსი რენჯერი ბატონი კობაი ზორია, მას კონკრეტული დატვირთვა აქვს და იგი ეძღვნება ძალიან კარგი პიროვნების, ბუნების ქომაგის ბატონი ლაფაჩას იგივე ბაბუს ხსოვნას. ამის გარდა, ამის პარალელურად მას ეკოლოგიური დატვირთვაც აქვს. ეს არის ბუნების სიყვარულის აღძვრა, ბუნებისადმი პატივისცემა. და სპორტული თევზაობა უკარდება განსხვავებულებს ყველანაირ თევზას. მე ერთი წელი მაქვს დაჭერილი დღეს რა ვიცი უბრალოდ დღეა ჩემთვის ალბათ აგერ გვერდით არიან ბიჭები ჯერენ თევზს კარგადაც აქ დაჭერილი და იყო მეთევზე ლაფაჩახაბა ბაბუს ვეძახოდით ყველა 90 წლის კაცი იყო რომელიც გარდაიცვალა შაშან და მაგის სახელობის ტურნირია დღეს რაც სტარტდება ჩვენთან ჯურიაში ტურნირში მონაწილეობას ღებულობს 58 კაცი აქედან უკვე დავიწყეთ თელის 8 საათზე შეჯიბრი მოგებული დაჯილდოებად ასებით სხვადასხვა პრიზები არის დაწესებული შეჯიბრი ეს ყველასთვის კარგია მით უმეტეს ახალგაზრდობის იმიტომ რომ ჩვენ გვინდა მივაჩვიოთ ახალგაზრდობა ჯანსაღ ცხოვრებას ეს არის სპორტული თევზაობა ის საქმე, რასაც ყობა ემსახურება, არ არის მხოლოდ ერთი კაცის საკეთებელი საქმე. ეს საზოგადო საქმეა და ჩვენ ყველანი ერთში უნდა დავუდგეთ ყობაზე ეს ასეც იქნება. და ვფიქრობ, რომ ბატონი ყობა სხვა ღონისძიებებსაც აუცილებლად ჩაატარებს უფრო მასშტაბურ დღევანდელი დღესთვის პირადად მასპინდა საზოგადოების სახელით.